რატომ გადაგვაქვს ასე მძიმედ სეზონური ვირუსები საქართველოში? მთავარი მიზეზი არასათანადო მომზადება, ანუ ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი. სეზონური ვირუსების ცირკულაცია საქართველოში იზრდება ნოემბრის ბოლოდან და ნარჩუნდება მთელი ზამთრის განმავლობაში პერიოდული პიკებით. გრიპის ვირუსისგან დაცვის ერთადერთი ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია, რომელიც უნდა დავიწყოთ ოქტომბრის ბოლოდან. სამწუხაროდ, ჩვენთან აცრილთა რაოდენობა სეზონური ვირუსების პერიოდში ყოველთვის ძალიან დაბალია. იმის გათვალისწინებთ, რომ გრიპის ვაქცინა ყველაზე გამოცდილი და უსაფრთხოა ვაქცინებს შორის სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური ინფორმირების და არასაკმარისი დაფარვის გამო დროულად ვერ ხდება მოქალაქეების დიდი ნაწილის ვაქცინაცია. მაგალითად, დასავლურ ქვეყნებში გრიპის ვაქცინაციის მაჩვენებელი 60%-ის ფარგლებში მერყეობს, საქართველოში კი საუკეთესო მაჩვენებელი არის 30%. შესაბამისად, დასავლეთში გაცილებით იოლად გადააქვთ სეზონური ეპიდემიები, ჩვენთან კი ინფიცირებულთა რაოდენობა განუზომლად მეტია, რაც იწვევს კლინიკების მეტ გადატვირთვას, მეტ ავადობას და სახიფათო გართულებების მეტ რისკს. ფედერალისტების რეფორმით ჯანდაცვაში სახელმწიფოს ძირითადი როლი არა კონკურენციის შეზღუდვა, არამედ საზოგადოებრივ ჯანდაცვის გაძლიერება იქნება, რაც მათ შორის გულისხმობს საკვანძო საკითხებზე მოქალაქეების მეტ ინფორმირებას, პროფილაქტიკის, პრევენციის აქტიურ ადვოკატირებას და ხელმისაწვდომობის დასს. მეტი აცრა ნიშნავს ნაკლებ ავადობას.